საიდან წამოვიდა აზრი გადაცემისა ვისი გორისა ხარ? აზრი წამოვიდა პირველი გადაცემა, ვისაც მიუძღვენით ტაბაშაძეებს იქედან, რომ ძალიან საინტერესო ისტორია ჰქონდათ გვარის და ამიტომ გადავწყვიტე კარგი იქნებოდა თუ სხვა გვარების ისტორიას გავეცნობოდით და დარწმუნებული ვარ არანაკლები საინტერესო ისტორია აქვს ბევრ გვარს საქართველოში. ძალიან არის დაკარგული სხვადასხვა გვარის ისტორიები. არქივშიც რო შეხვიდე, არ ახალ არსად დარწმუნებული რომ ავთენტურ მასალას ხვდები. როგორ ახერხებ გარკვევას რომ ან მასალა დადასტურებულია, რასაც მე გადაცემაში უშვებ, ან როგორ ახერხებ ამ ყველაფრის კვლევის ფორმა ინტერესებს. ძირითადად დადასტურებული არაფერი არაა, ჩვენი გადაცემა არის დაფუძნებული ზეპირ სიტყვიერებაზე, რაც ახსოვთ დღევანდელ ასაკიან ხალხს, უფრო ძირითადად ვცდილობთ რომ ასაკიანი ადამიანები ჩავწეროთ, ვისაც მეხსიერება ცოტა უფრო მეტი აქვთ ბებიამ, ბაბუამ, პაპამ, რაც დაუბარათ და უთხრათ თავის წინაპრებზე, ამის მიხედვით მიყვებით. თუ ახერხებთ შემდეგ, ან გიცდიათ რომ შეძლებლის დაგვარად გადაამოწმოთ და გარდა იმისა, რასაც გიყვებიან, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან თუნდაც რაიმე საოჯახო რელიკვია იპოვოთ. ვცდილობთ არქივში მოვიძიოთ მასალა, რომ დავადასტუროთ ეს ყველაფერი. ხშირ შემთხვევაში არ არის ეს ინფორმაცია, რაღაც შემთხვევებში არის და ძალიან კარგი არის. ძირითადად ამის გამოსაკვლევად, ამის ინტერესის გამო ვაკეთებ ამ გადაცემას ჩემი მეგობრებთან ერთად და იმედია ბევრ გვარს გამოვიკვლევთ და გავიგებთ საერთოდ საქართველოში საიდან მოდის გვარები, რომელი საუკუნიდან. ჩვენ წინა გადაცემებში ვამბობდით, რომ იტალიიდან, ნორმანების ბრძოლიდან, მე-11 საუკუნიდან მოდის, მაგრამ ძალიან ბევრი ცნობები დაგვიგროვდა უკვე საქართველოში. გაცილებით უფრო ადრე იყო საქართველოში გვარები. ამიტომ რაც უფრო ჩავეძევით და უფრო დაბლა ჩავალთ, მე მგონი საქართველოს ისტორიისთვის კიდევ უფრო კარგი იქნება. თუ ვიხილავთ ისეთ გადაცემას, სადაც აი ამ საქმის კონკრეტულად ამ ხაზით ისტორიკოსი თუნდაც ამავე ადამიანი, ვისაც ეხება მსგავსი რამის კვლევა, მასთან ინტერვიუს. რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ და პირველ რიგში მეგობრობთ ესეთ ხალხთან, რომ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ გვარების შესახებ და რაც უფრო დასაბუთებული არის, იმიტომ რომ არიან ძალიან კარგი მკვლევარები საქართველოში, რომლებიც გვარებს იკვლევენ ძირფესვიანად, გენეალოგიურ ხეს ადგენენ გვარებისთვის, რაც ძალიან კარგი არის ქვეყნის ისტორიის შემოსანახად. წარმატებას უსურვებთ თქვენ გადაცემას. რასაც მოდით საკუთარ თავს ერთი წლის შემდეგ. საკუთარ თავს ერთი წლის შემდეგ ვეტყოდი, რომ აი ესეთი მოტივირებული ვიყო, რომ გავაგრძელო ეს გადაცემა სადამდედაც შევძლებ. მე მინდა რომ სიცოცხლის ბოლომდე გავაკეთო ეს ყველაფერი, მაგრამ აი საკუთარ თავს უსურვებდი და ჩემ გადამღებ ჯგუფს იმას, რომ შემდეგ წელსაც ამ დროს ესეთი მოტივირებულები ვიყოთ. აი მომავალ წელს ამ დროს მინდა რომ შეიძლება აი აქ ჩამოვიდეთ, ისევ ლაგოდეხში, ჰერეთში და ვისაუბროთ ამაზე თუ ეხლა რას ვაკეთებთ და ესეთ მუღამზე ვიყოთ მერიტიც.